საქართველოს კანდიდატობა, რომელიც ფურცელზე დარჩა, რა წინა ისტორია ჰქონდა პროცესს, ვიდრე ამ წერტილამდე მოვიდოდით. ევროინტეგრაცია, რომ ივანიშვილის გეგმებში არ შედიოდა, ეს 2022 წელსაც კარგად გამოჩნდა. ქართული ოცნება განაცხადის შეტანასაც კი არ აპირებდა, მაგრამ საზოგადოების წნეხმა მას ამის გაკეთება აიძულა. ამის შემდეგ ოლიგარქმა ყველაფერი იქნა საქართველოს კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენილიყო. დააპატიმრა პოლიტიკოსები, მიიღო რუსული კანონი, რომელიც 2023 წელს ხალხმა უკან წააღებინა. საზოგადოების ბრძოლის შედეგად ქართულ ხალხს ევროკავშირმა სტატუსი მაინც მიანიჭა. ამის შემდეგ რეჟიმმა ამის საკუთარ დამსახურებად წარმოჩენა სცადა. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად მოლაპარაკებების ეტაპზე უნდა გადასულიყო, მაგრამ ქართულ ოცნებას სხვა გეგმები ჰქონდა და ქვეყანას ამის საშუალება არ მისცა. მეორე შემოტანილი და დამტკიცებული რუსული კანონი, მიტაცებული არჩევნები, რეპრესიები. შედეგად საქართველოს ჩამორჩა ტრიოს, ეს ტრიო პრაქტიკულად არ არსებობს იმ სახით, როგორითაც მანამდე არსებობდა და რომელიც ლიდერიც იყო საქართველოს. მთავარი კი მაინც ის იყო, რომ შარშა ნოემბერში უკვე დეკლარირებულად გამოაცხადა რეჟიმმა, რომ ევროინტეგრაციას აჩერებს. ამას ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოხდა. ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი კი ისაა, რითაც დავიწყეთ საუბარი კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა. ამ თემაზე ახლა ჩვენ ვრცლად ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან. გიგი გიგიაძე, დიპლომატი, გვესტუმრა სტუდიაში. საღამოშვიდობის. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თავდაპირველად მინდა გკითხოთ საერთოდ რა ტიპის ქვეყანაა ახლა ევროკავშირისთვის საქართველო, რომელსაც თან აქვს კანდიდატის სტატუსი და თან პრაქტიკულად არ აქვს, ასე გამოდის. მოგესალმებით, მივსალმებით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ დღეს მოვისვენეთ უპრეცედენტოდ კრიტიკული ანგარიში ევროკომისიის. მე არ მახსენდება არც ერთი სხვა ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკომისიას ევროკავშირს ქონოდა ესეთი სიმძიმის ანგარიში გამოქვეყნებული როდესმე ისტორიის მანძილზე. ფიქრობ, რომ საქართველოს იქნება უკვე პრეცედენტული შემთხვევა, ვინაიდან ასეთი კრიტიკა კანდიდატისადმი ევროკავშირის სხვა შემთხვევაში არ ქონია არასდროს და საქართველოსზე დაეფუძნება აწი იქნება, მაგალითი იქნება, რომ როგორ შეიძლება ერთ დროს მოწინავე ქვეყანა, ერთ დროს სწრაფად რეფორმირებადი ქვეყანა, აი ესე ძალიან სწრაფ რეჟიმში გახდეს ყველაზე უფრო მეტად გარიყული, ყველაზე უფრო მეტად ჩამორჩენილი, კატასტროფული უკუსვლის მქონე ქვეყანა, სადაც რეგრესს განიცდის ყველა მიმართულები საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები და როგორც უკვე აღნიშნა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ნომინალურად განიხილავს, ანუ ფიქტიურად განიხილავს ამ სტატუსს. რეალურად საქართველოს ეხლა დაკარგა ის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ხელჩასაჭიდე, რაც ჩვენ აქამდე გქონდა ევროპასთან სწრაფი დაახლოებისა, ეს იყო კანდიდატობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რაც გააკეთა მოლდოვამ და უკრაინამ. ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ ისინი ძალიან სწრაფად მიიწევენ წინ ამ თვალსაზრისით. საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი 2023 წლის ბოლოს, მაგრამ რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ ეს მონაპოვარი ყველაფერი დაგვეკარგა, მაგრამ ამის მიღმა ჩვენ შესაძლებელია რომ იმაზე მეტი დანაკარგი გქონდეს, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. საუბარი და მინიშნებები უკვე ამაზე არის, ეს არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. და ეს არის ასოცირების შეთანხმება. კი ბატონო, აი ამაზე ოდნავ მოგვიანებით კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, მაგრამ შეგიძლიათ გითხრათ თქვენი წარმოდგენა, როგორი იქნება ამიერიდან საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა. კონტაქტი პრაქტიკულად არ არის. ანუ რა შეგვიძლია ვთქვათ, რა ურთიერთობა არის საერთოდ ახლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ ანგარიშმა და განცხადებებმა გითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი პრაქტიკულად არ აქვს, იმიტომ ფურცელზე კანდიდატის სტატუსი ეს არაფერს ნიშნავს. თუ ქვეყანა არ მიდის ამ მიმართულებით, რომ გაწევრიანდეს და გითხრეს ასევე, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არანაირი კანონები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ხო? აი დღევანდელი დღიდან რა ურთიერთობები იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის? ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რეალურად ეს ურთიერთობები არის განოლებული, ხო? რეალურად ეს ურთიერთობები არის დაყვანილი ყველაზე დაბალ ზღვარზე, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ და კიდევ ამ განცხადებაში, რაც დღეს მოვისმენთ, კიდევ არის რაღაც გარკვეული იმედი ევროკავშირთან, რომ რაღაცა ფორმის პროგრესია, რაღაცა ფორმის ცვლილება შესაძლებელია იყოს. ეს ფორმალობაა ეს განცხადება. მე მგონი, რომ თავიდანვე ფორმალობა, ვინაიდან კიდევ ხო გამიმარჯვებ, ეს ანგარიში უკვე ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე სრულიად ახალი ფორმატით უყურებენ საქართველოს. ისინი ვეღარ ხედავენ საქართველოში არამარტო კანდიდატს, არამედ ვეღარ ხედავენ საქართველოში ვერც ასპირანტს. ანუ მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს დაკარგა ევროპასთან ინტეგრაციის მთავარი შემადგენელი, ასე ვთქვათ, გამწევი ძალა. ეს იყო რასაკვირველია სურვილი, მთავრობის ძალისხმევა, ეს იყო ხალხის
ასე ვთქვათ, სურვილის გათვალისწინებით მთავრობის მუშაობა, რომელიც ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ რეალურად ჩვენ გადავედით უკვე სულ ახალ რეალობაში. საქართველოს რეალურად არც ჩვეულებრივი კანდიდატების გვერდით აღარ იმყოფება, ვინაიდან კანდიდატები რაღაც პროგრესს მაინც განიცდიდა, ეს ყველა, ხო, ეს გუშინაც აღინიშნა, დღესაც აღინიშნა, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის გვაქვს უარესი მდგომარეობა. ანუ თუ კი სადმე რაიმე პროგრესზე საუბრობენ, ჩვენ შემთხვევაში ლაპარაკი იყო მხოლოდ რეგრესზე. დიახ, ანუ ფაქტობრივად რაც აღნიშნა კიდევაც ჰერშინსკიმ დელეგაციის ხელმძღვანელმა, რეალურად იმაზე უფრო დაბალ ნიშნულზე ვიმყოფებით, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ, როდესაც რეალურად შემოგთავაზეს ჩვენ განაცხადის გაკეთება ხო 2022 წლის მარტში. ანუ ფაქტიურად უკან მივიწევთ ჩვენ ხო ყველა მიმართულებით ხდება რეგრესი, ძალიან სწრაფი რეგრესი, ეს არის თვალსაჩინო არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორისთვის, ევროკავშირისთვისაც ცხადია, ისინი ძალიან კონკრეტულად ხედავენ თუ რა ხდება ქვეყანაში და როგორ ზიანს აყენებს ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ამას პირდაპირ გვეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას, ქართულ ხალხს თუ ვინ არის ამაში დამნაშავე, ვისი პასუხისმგებლობაა ის რომ აი ეს საინტერესო თემაა ერთი მხრივ შეიძლება ვიღაცას დარჩეს განცდა რომ ეს დოკუმენტი რეალურად ხელის ჩაქნევაა საქართველოზე, მაგრამ მეორე მხრივ აქ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეჟიმს არ სურს ევროკავშირი, მაგრამ ხალხს სურს ის. აი ასეთ შემთხვევაში უკვე რა დამოკიდებულებები შეიძლება წამოვიდეს, რომ საქართველოში გაძლიერდეს ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომ მართლა არ გამოვიდეს ისე, რომ ევროკავშირმა ხელი ჩაიქნიოს საქართველოზე, რაც ყველაზე მეტად სურს ახლა ივანიშვილის რეჟიმს, რომ თავის თავს კი არა დააბრალოს ევროკავშირს. უწოდეს კიდეც დღეს, რომ მასა აქვს თურმე ევროკავშირს უკუსვლა და რაღაც სხვა ევროკავშირზე საუბრობდნენ, თითქოს ორი ევროკავშირი არსებობდეს სინამდვილეში. დიახ, აქამდე იყო საუბარი, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იყო ჩალის ფასის, ეხლა გამოდის, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და თურმე ეს არის ნეგატივი არა. რასაკვირველია, ამ განცხადებებში ამ ანგარიშებში იკითხება მეორე გზავნილი, რომ ევროკავშირი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, ქართულ ხალხსა ჩვენს მისწრაფებას დაუახლოვდეთ ევროპას და ევროკავშირი არაერთხელ მარათო გვითხრა ამის შესახებ ევროკავშირში მზად არიან მიეხმარონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მიეხმარონ ადამიანებს, რომ მათ შეინარჩუნონ აი ეს განწყობა, ან პროდასალური ევროპული განწყობა შეინარჩუნონ, მაგრამ როგორ მოხდება ეს უკვე ცალკე საკითხებია, ჩვენ ასევე ამ ანგარიშში ვიხილეთ, რომ მიღებული იქნა კანონმდებლობა და აღსრულებული იქნა კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის რეალურად ნებისმიერი სახის სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას. ანუ პრაქტიკული თვალსაზრისით გახადა შეუძლებელი კანონმდებლობა. კი ბატონო, უნდა დაეხმაროს სურთ კიდეც ეს ალბათ, მაგრამ ვერ განახორციელებენ ამას. ჩაკეტა ყველაფერი ივანიშვილმა. მაშ რა გზა რჩება? რა უნდა გააკეთოს ევროკავშირი? ძალიან კარგი კითხვაა, ამაზე ალბათ მე გამჭირდება პასუხის გაცემა. ევროკავშირმა ალბათ უნდა მოიფიქროს რაღაც ის ფორმატი, რომლის მიხედვითაც შეძლებს დარჩენილი კიდევ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, ხო? და ეს იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ მართლა მინიმალური დამოუკიდებელი აზრი მაინც დარჩეს ქვეყანაში და გქონდეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია თუ რა ხდება რეალურად ჩვენს თავს და საით მივიქანებით. აქ იყო ძალიან არაურაზრუნო მინიშნება იმაზე, რომ რეალურად ყველაფერი რაც ხდება არის ანტისახელმწიფო, ანტიეროვნული, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხო? რომ ეს პოლიტიკური ძალა თუ ითმარქვია ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს დაკარგოს დასავლური პერსპექტივა, დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, დაკარგოს ის, რაც არის რეალურად ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის. ბატონ გიგი, აი დაგისვით შეკითხვა, როგორ უნდა დაეხმაროს ევროკავშირი აქ ხალხს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას, რაზეც მართლაც რთულია პასუხი, ან მართლაც ევროკავშირმა უნდა მოიფიქროს რაღაც, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, უკვე ცოტა სხვა მიმართულებით, ან უშუალოდ რეჟიმზე წნეხის, ეს არის გარკვეული ზომების გამოყენება ივანიშვილის, მისი გარემოცვის და შესაძლოა გარემოცვისაც კი. ანუ რაღაც სანქციები. ხო, სანქციები იმ კატეგორიისთვის, რომელიც ჩართულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ძირის გამოთხრაში. აი ეს რამდენად რეალურია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ პროცესი მაინც და მაინც ვერ მიდის წინ ამ თვალსაზრისით.
რაც შეგვიძლია ჩვენ დღეს ვთქვათ და რაც რეფორმზე გაგვაჩნია არის ის რომ იდენტიფიცირებული დაახლოებით 2000 ადამიანი შეიძლება ისე გაიზარდოს კიდევ მნიშვნელოვნად რომელთა მიმართებითაც ევროკავშირმა შესაძლოა დააწესოს კონკრეტული საქციები ეს იქნება საუზი რეჟიმის შეჩერება მათ მიმართ ეს იქნება კერძოსაკუთრებათა დაყადაღება ასე შემდეგ და შემდეგ დაახლოებით იგივე ფორმატი რაც გავრცელდა რუსეთის გარკვეული ცოტა მოქალაქეების წინააღმდეგ ოლიგარქიული წრეების წინააღმდეგ თუ ეს მოხდება ფიქრობ რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ვინაიდან კიდევ ერთხელ ეს გააძლიერებს სწორედ იმ გზავნილს რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება რომ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია უკვე აღარანაირი გზა არც ევროკავშირთან არც დასავლეთთან და იქნება მტკივნეული რეჟიმისთვის როგორ განხორციელდება აქაც არის სირთულეები კონსენსუსის თვალსაზრისით დიახ ჩვენ ვიცით რომ მსგავსი სახის სანქციები საჭიროებენ კონსენსუსს ევროკავშირში და ამის მიღწევა დღევანდელად ცოტა რთულია ვინაიდან ყავს ჩვენ ქვეყნები რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგენ საქართველოსთან მიმართებით და არა მარტო საქართველოს მიმართებით ევროპის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ეს არის უნგრეთი ეს არის სლოვაკეთი ის ქვეყნები რომლითაც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად დაახლოვდა ხო ივანიშვილის რეჟიმი მაგრამ რეალურად ვფიქრობ რომ თავად ამ ქვეყნებთან მიმართებითაც არის უკვე სერიოზული ასე ვთქვათ ასთა სხვაობა მათი ხმის გათვალისწინება შესაძლებელია უკვე მომავალში აღარ იყოს აუცილებელი კონსენსუსის ანუ ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ამიტომ ჩვენ შეიძლება ძალიან განსხვავებული ევროკავშირი ვიხილოთ რეალურად ოხოს მომავალში და ვნახოთ თუ როგორ იმოქმედებენ ეს ქვეყნები საქართველოსთან მე მინდა რეჟიმის აი ამ მესეჯ ბოქსზე კითხოთ კიდევ ერთხელ მათ იციან რომ რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს შემორჩენილი მათ მომხრეებში ჩვენი საზოგადოების რომელიც ღელავს იმაზე დაკარგავს თუ არა მაგალითად კონკრეტულად ტარგეტირებულად ვიზებს შეიძლება ღელავს იმაზე რომ ქვეყანამ საერთოდ არ დაკარგოს უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ არის ხალხი ვინც მათ გარშემოა რაღაც მიზეზების გამო მაგრამ მათ სურთ მაინც ევროკავშირი ანუ ქართულ ოცნებას უწევს ზრუნვა იმაზე რომ არ დაკარგოს და მას არ მოსწყდეს ეს ნაწილი თავისი მომხრეების სწორედ ამას ემსახურება ეს განცხადებები თითქოს არსებობს რაღაც სხვა ევროკავშირი რაღაც სხვა ევროკავშირში შედიან რომელიც ბუნებაში არ არსებობს ერთი ევროკავშირი და რაღაცას სხვას ესაუბრებიან ახლა საზოგადოება ცხადია იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ ყველაზე უფრო ძლიერი მხარდამჭერების ნაწილიც რეალურად ფიქრობს რომ ევროკავშირი საქართველოსმა სურს ევროკავშირის გაწევრიანება და რასაკვირველია ამის დაკარგვა მათ არ უნდათ ეს გზავნილები ჩვენ გვისმის რომ ვითომ ისინი აგრძელებენ ამ გზას ისინი აკეთებენ ყველაფერს ამ მიმართულებით და ვითომ მას ვერ ხედავს ევროკავშირი მაგრამ ეს განცხადებები დღევანდელი ანგარიში დღევანდელი პრესკონფერენცია გაფართოების კომისარის ხო დღევანდელი პრესკონფერენცია ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ცხადყავს სრულიად საპირისპიროს ხო არანაირი რეალური არანაირი ფიზიკური შესაძლებლობა არ გააჩნია ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას იმისათვის რომ საქართველოს ევროინტეგრაცია უზრუნველყოს და გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის ევროპული წინსვლა. არანაირი ფიზიკური შესაძლებლობა მათ არ ძალუց უკვე ფიზიკურად. მაგრამ ძალუც რომ კიდევ უფრო დააზიანოს, მაგალითად ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი და ასევე ზოგადად კანდიდატის სტატუსი თუ ასე გაგრძელდა შეიძლება აღარც ფურცელზე აღარ იყოს და ასეთი რამ მოხდეს ეს შესაძლებელია მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის საკითხი ასეთი ტიპის შეფასებები რა გავლენას ახდენს წევრ სახელმწიფოებზე რომ მათ აქ უკვე კონსენსუსი არ არის საჭირო მათ უბრალო უმრავლესობაა საჭირო რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული და ეს საფრთხე არსებობს თუ არა რეალურად რასაკვირველია ეს საფრთხე დღევანდელი ანგარიშის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენ რამდენიმე კვირაში ანუ მიმდინარე თვის ბოლომდე გვექნება უკვე ევროკომისიის ანგარიში საუზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან მიმართებით აქაც ვნახავთ თუ როგორი უკუსლა და რეალურად როგორი დარღვევები აქვს ამ პოლიტიკურ ძალას რეალურად და ჩვენ უკვე გვექნება მდგომარეობა როდესაც წევრი ქვეყნები დააყენებენ ამ საკითხს ეკუთვნის თუ არა საქართველოს ევროკავშირის საუზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნება ეკუთვნის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსის შენარჩუნება და ეს არის სრულად წარმოსადეგი ადგენის საფრთხეები ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად რომ ნებისმიერი ერთ-ერთი ამ მექანიზმის ამუშავება გამოიწვევს მთელი წყება ინსტრუმენტების ჩამოშლას ეს იქნება დომინოს ეფექტი შეიძლება ესე ითქვას თუ საქართველოს დაკარგავს საუზო რეჟიმის ლიბერალიზაციას დიდი ალბათობით შეჩერდება კანდიდატის სტატუსი თუ კანდიდატის სტატუსი შეჩერდება დიდი ალბათობით ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ასოცირების შეთანხმების ბიზნეს და პრაქტიკულად ყველა სფეროზე ზარმაზარი სივრცეა რაც ეხება ასოცირებას ცხადია და მას ექნება ასეთი ეფექტი რაც გამოიწვევს თავიდან ბოლომდე არსებული მიღწევების დაკარგვას რაც ჩვენ ამ მიმართულებით გაგვაჩნია. და ბოლოს მინდა კითხოთ როგორც დიპლომატს რომელმაც ამდენი წელი შეალიეთ
აი ამ ევროინტეგრაციის პროცესს და ბევრმა სხვა დიპლომატმა, მათ შორის იმ ხალხმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროშია, მაგრამ დღეს დუმს, რაიმეს ხომ არ ეტყოდით მათ? მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, რაციონალური საუბრის დრო უკვე ამოიწურა. ყველანაირი წითელი ხაზი ამ რეჟიმმა გადალახა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. მე მიმაჩნია, რომ ის ადამიანი, რომელიც დღეს კიდევ საკუთარ თავს აჯერებენ იმას, რომ შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა რაღაცა ფორმით მოძრაოდეს დასავლეთის მიმართულებით, ან მას სურდეს ევროკავშირთან და ინტეგრაცია, საკუთარ თავს იტყუებენ. ეს არის უბრალოდ საკუთარ თავის მოტყუება, თვალების დახვიჭვა იმ რეალობაზე, რაც ხდება და მე უბრალოდ მინდა ვისურვო, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად გამოფხიზლდნენ, დაინახონ თუ საით მიაქანებს ქართული ოცნება ჩვენ ქვეყანას და დაუბრუნდნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურს, დაბრუნდნენ საკუთარი ქვეყნის ამდენი აღწლეულის ნაშრომი შეიძლება მთლიანად წყალში გადაიყაროს. რეალობა არის ეს და რაც მთავარია. ეს ანგარიში ამას ცხადყობს რაც მთავარია, ან ქვეყანა მოწყდეს მთლიანად დასავლურ ორბიტად. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიპლომატი გიგი გიგიაძე იყო ჩვენი სტუმარი.